ზოოპარკიდან დაკარგულ ვეფხვს ისევე ეძებენ. იძებნება ზოლიანი აფთარიც უკვე დადასტურდა, რომ მტკვრის მიერ ცოტა ხნის წინ მარნეულის რაიონში გამორიყული ლაშში მტაცებლის არ არის. ადგილზე ზოოპარკის დირექტორი იმყოფებოდა, რომ მათ აფთარი ვერ ამოიცნო. ბოლო 24 საათია 112-ში დედაქალაქის სხვადასხვა წერტილიდან ზარები არ წყდება. წყნეთი, ბაგები და კუსტბის მიმდებარე ტერიტორია ეს ადგილებია, სადაც დღეს ვეფხვის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა. ადგილზე ფოტომახეებიც განათავსეს, თუმცა საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა და მონადირეებმა მტაცებლის კვალს ვერ მიაგნეს. ვრცელდება ვეფხვის სამსახველი ფოტოებიც, რომელთა ავთენტურობას თბილისის მერია არ ადასტურებს. მოსალოდნელი საშიშროების გამო კრიზისების მართვის საბჭო მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს. რატი ხვისტანი ადევნებდა თვალს ქალაქში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებს, რატი სად მიმდინარეობს ამ დროისთვის დედაქალაქში სამძებრო სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ 112-ში უამრავი ზარი შედის იმის შესახებ, რომ სხვადასხვა ადგილას დაფიქსირდა მტაცებელი ცხოველი. სულ ცოტა ხნის წინ მონადირეები და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ჯგუფები იმყოფებოდნენ ნუცუბიძის ქუჩაზე, სადაც შევიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეთრი ფერის უცნობი ცხოველი დაფიქსირდა იქ, თუმცა იქ სპეციალურმა სამსახურებმა ვერ იპოვეს მტაცებელი ცხოველი. ასევე შემდეგ რამდენიმე წუთის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მტაცებელი ცხოველის ხმა ისმის თამარაშვილის ქუჩაზე, მიტოვებულ შენობაში, იქაც იმყოფებოდნენ მონადირეები და სპეციალური ჯგუფები, შევიდნენ და შეამოწმეს ეს შენობა, თუმცა მტაცებელი ცხოველი არც იქ აღმოჩნდა. ასევე დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ამბაროვკაში მტკვარმა გამორიყა ზოლიანი აფთარის ნეშტი, იქ საგანგებოდ ჩავიდა ზოოპარკის დირექტორი და პირადად ნახა ნეშტი, მან აღნიშნა, რომ ცხოველი, რომელიც გამორიყა მტკვარმა, მართლაც დიდი იყო და გავდა ზოლებიან აფთარს, თუმცა ეს უბრალოდ ძაღლი იყო. ეს გახდათ ძალიან დიდი ზომის ძაღლი, რომელსაც ძალიან უცნაური შეფერილობაც ჰქონდა, შესაბამისად შეფერილობით მართლა გავდა აფთარს, მაგრამ მისი კბილების აგებულებით და ზომით აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა ამ ცხოველს. ანუ აფთარს არის შედარებით გაცილებით უფრო მცირე ზომის ცხოველი არის, მაგრამ ყბების აგებულება და კბილების უფრო მძლავრია, უფრო ძლიერია. ასამდე სრუგანგაშის მიუხედავად სპეციალური ჯგუფები ყველა ზარზე რეაგირებენ, ისინი მიდიან ყველა ადგილას, საიდანაც მოდის შეტყობინება მტაცებელი ცხოველის არსებობის შესახებ, ასევე სპეციალური სამსახურები მოუწოდებენ მოსახლეობას სიფრთხილისკენ. მონადირეებისგან შემდგარი პროფესიონალთა ჯგუფი დღეს მტაცებელ ცხოველებს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ეძებდა. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მუზეუმის ტერიტორიაზე ვეფხვია არ დადასტურდა. მონადირეებმა ვერც მტაცებელი და ვერც მისი კვალი იპოვეს. ამის მიუხედავად ეთნოგრაფიული მუზეუმი სტუმრებისთვის დაიხურა. თანამშრომლები კი უსაფრთხოების მიზნით სახლებში გაუშვეს. პრევენციის მიზნით ჯობია, რომ ყველაფერი, ყველა მშვიდად რო იყოს, ყველა ადგილი შევამოწმოთ. დროებით ჩვენ უსაფრთხოების მიზნით, სიფრთხილის თვალსაზრისით და სამუშაოებს რო ხელი არ შეუშალოთ, დროებით ჩვენი თანამშრომლები გაუშვით სახლში. მონადირეებმა თბილისში მტაცებელი ცხოველის შესაძლო ადგილსამყოფელის ტერიტორიაზე ეთნოგრაფიული მუზეუმიდან ბაგებამდე ლეში დაყარეს და ვიდეო ხაფანგები დაამონტაჟეს. მანამდე კი ინტერნეტში გავრცელდა რამდენიმე ფოტო, სადაც მტაცებელი ცხოველია დაფიქსირებული. ამ ფოტოების ავთენტურობა უცნობია. ვრცელდება სამწუხაროდ სხვადასხვა ესეთი გადაუმოწმებელი ინფორმაცია და ხშირ შემთხვევაში ფოტომონტაჟით გაკეთებული ფოტოები, რაც რეალობასთან კავშირში არ არის. ყოველ შემთხვევაში ჩემს ხალხარსებული ინფორმაციით რაიმე რეალური ფაქტი ცხოველის აღმოჩენასთან დაკავშირებით არ დაფიქსირებულა. 112-ში ბოლო დღეღამის განმავლობაში მტაცებელი ცხოველის გამოჩენის შესახებ 73 ზარი შევიდა, თუმცა არც ერთი მათგანი არ დადასტურდა. იყო განსხვავებული შემთხვევებიც. ფალიაშვილის ქუჩიდან 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ ვეფხვის ხმა გაიგეს. ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა კი გაარკვიეს, რომ არასრულწლოვნებმა ვეფხვის ხმა ტელეფონში ჩაწერეს და მას ფანჯრიდან ხმის გამაძლიერებლის მეშვეობით ქუჩაში გადასცემდნენ. მოზარდები მშობლებთან ერთად პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს. სულ ამ მომენტისთვის 112-ში გარეულ ცხოველთა ამა თუ იმ ადგილზე დაფიქსირების თაობაზე შესულია 72 ზარი.
ყველა მათგანზე კვლავინდებურად მოხდა რეაგირება, თუმცა არც ერთი მათგანი კვლავ არ დადასტურებულა. ოფიციალური მონაცემები დღეს არ შეცვლილა. ზოოპარკის გარეთ მტაცებელი ცხოველებიდან ერთი ვეფხვი და ერთი ზოლიანი აფთარი რჩება.